ნათქვამია, რომ ცოდნა ძალაო. მაგრამ ცოდნაც და ძალაც სიბრძნის გარეშე არა თუ უსარგებლოა, არამედ მავნეა. არხზე ვიდეოებს რომ ვსმენ, ხვდები რომ დიდწილად ახალს არაფერს ვამბობ. ბევრი რამ ცხვირწინგედო, უბრალოდ ვერ ხედავდი მაგ ყველაფერს. და აი ახლა მიხვდი თუ რამდენად მარტივად ყოფილა საქმე. აი ახლა უცებ გაიქცევი და პრაქტიკაში განახორციელებ მაგ ყველაფერს. მაგრამ როდესაც გამოცდი, შემდეგ ხვდები რომ არ ყოფილა მთლად მარტივი. ნათქვამია, რომ ყველაფერი გენიალური მარტივიაო. მაგრამ ყველაფერი რაც მარტივია, არ არის გენიალური. ყველაფერი რასაც განვიხილავთ, ერთი დიდი და ბრჭყალებში მარტივი სამყაროს ნაწილია და ყველაფერი ერთმანეთთან ბმაშია. მაგალითად, ყველამ ვიცით რომ სამყარო შედგება ატომებისგან. ატომი შედგება ბირთვისგან, სადაც პროტონი და ნეიტრონია. გარშემო მის ორბიტალებზე კი ელექტრონები დაბზრიალებენ სინათლის სიჩქარით. ერთი შეხედვით მარტივი და გასაგებია. მაგრამ ყველა ნაწილაკის რაოდენობა და თანაფარდობა ცვლის მას, მის შემადგენელს, მის შესაძლებლობებს და თავისთავად შედეგებს. თუ ბირთვში ერთი პროტონი და ერთი ნეიტრონია, ის წყალბადის ატომია. თუ ორ-ორია, ესე იგი უკვე ჰელიუმის ატომია. ხოლო თუ პროტონისა და ნეიტრონის რაოდენობა არ ემთხვევა ერთმანეთს, ესე იგი უკვე იზოტოპია. იზოტოპი კი შეიძლება იყოს როგორც მდგრადი, ისევე რადიოაქტიური. მაგრამ ჩვენ ხომ აქ რადიოქიმიას არ განვიხილავთ და იტყვით თუ რა შუაშია ეს ყველაფერიო. იმ შუაშია რომ ყველაფერი იწყება ელემენტარული ნაწილაკებით, ხოლო შემდეგ იმით გრძელდება რომ მათი ვარიაციები შეიძლება ითქვას რომ უსასრულოა და სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვა შედეგს იძლევა. და თუ აქ ყველაფერი გარკვეული მიზეზ-შედეგობრივი პრინციპების მიხედვით მუშაობს, როგორც ჩვენი მოკრძალებული ჭკვით წარმოგვიდგენია. კვანტურ სამყაროში ჩვენთვის გაუგებარი, არაპროგნოზირებადი და მიზეზ-შედეგობრივად ამოუხსნელი რაღაცები ხდება. და ზუსტად ამ პრიზმიდან, ჩემი მოკლე ჭკვით ადამიანებს ვყოფ სამ კატეგორიად. ერთი კატეგორია არის ის, ვინც მისთვის რაღაც ახალს და გენიალურს რომ გაიგებს ეგრევე გარბის პრაქტიკაში განსახორციელებლად. რაც უმეტეს შემთხვევაში მისთვისვე კრახით სრულდება. მეორე არის ის, ვისაც ჰოროსკოპების მაგვარი სჯერა და ისეთ მქადაგებლებს უსმენს, ვინც ფაქტიურად მკითხაობს. ვინც ფაქტიურად ისეთი ფორმატიდან საუბრობს, რომ აი მარტო მე ვიცი ის, რაც არავინ იცის. ნუ აქაც მათთვის, ვინც მაგ პროცესშია არა, მაგრამ გვერდიდან დამკვირვებლისთვის ყველაფერი გასაგებია. და მესამე, ყველაზე მცირე კატეგორია, ვინც ბრძნულად უდგება ცოდნას. ვინც ცდილობს ნაწილაკებად დაშალოს მიღებული ცოდნა, მიხვდეს მის მიზეზ-შედეგობრივ სტრუქტურას. რომ შემდეგ მიხვდეს გამოყენების ინსტრუქციას, რა ვითარებაში რა შედეგს იძლევა. და თან იმასაც ხვდება, რომ ჯერ კიდევ სასწავლი და გასააზრებელი ბევრი აქვს. ამიტომ ნუ ვიჩქარებთ ნურს დასკვნებში და ნურს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაში. ამ ვიდეოშიც იქნება ის ცოდნა ჩადებული, რომელიც თან ძალაა, თან გენიალურია და თან ცხვირწინუდებს ყველას. მაგრამ სრული უმრავლესობა უბრალოდ ვერ ხედავს მას. არსებობს ასეთი საკმაოდ პოპულარული მოსაზრება, რომ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ქალს, ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია სიყვარული. ნუ თითქმის ერთი და იგივე ხარისხით. უბრალოდ აი ცოტათი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთს მხოლოდ ერთის შეყვარება შეუძლია. მეორეს ბევრის შეყვარება. მესამეს სწრაფად შეყვარება და სწრაფად გადაყვარება. მაგრამ პლუს-მინუს ერთნაირია ეგ სიყვარული. ამიტომ ნებისმიერ ადამიანთან არის შესაძლებელი ჯანსაღი, სიყვარულით სავსე ოჯახის შექმნა, თუ რა თქმა უნდა სწორად მიუდგები. მაგრამ ეს ტყუილია. იმიტომ რომ მაგ გრძნობების სტაბილურობა და ხარისხი, ატომებისა და იზოტოპების ვარიაციებივით, აბსოლუტურად განსხვავებულია. და სამწუხაროდ, ადამიანთა სრული უმრავლესობის ეგ სიყვარული, არასტაბილური და უხარისხოა. უმრავლესობას უბრალოდ არ შეუძლია სიყვარული. იმიტომ რომ სიყვარულის შესაძლებლობა ის არ არის, რაც ჩვენ თავისთავად დაბადებიდანვე გვეძლევა. ჩვენ უბრალოდ მაგის პოტენციალი გვეძლევა. მაგრამ შევძლებთ თუ არა სიყვარულს, პირველ რიგში მაგას წყვეტს ჩვენი ყოველდღიური გადაწყვეტილებები და ჩვენი ცხოვრების წესი. სიყვარულიც გენიალურია და შესაბამისად მარტივია. მაგრამ აქაც ყველაფერი რაც მარტივია, არ არის სიყვარული. და ზუსტად ამიტომ კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენ წინასწარ შეგვიძლია იმის დადგენა, შეუძლია აი ამ კონკრეტულ ქალს ჯანსაღი, ოჯახური ურთიერთობა, თუ არ შეუძლია. და მათ შორის იმის დადგენაც თუ რა ელის მას მომავალში. მე ჩამოგითვლით რამდენიმე საკვანძო მარკერს, რომლებსაც ქალის შეფასებისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. პირველი არის შრომა, შრომის მოყვარეობა. და აქ სამსახურეობრივ შრომის მოყვარეობაზე და მის კარიერულ წინსვლაზე არ მაქვს საუბარი. არც იმაზე თუ რამდენ ენას ფლობს და არც იმაზე, ფიტნეს კლუბში დუნდულა კუნძ დაუღლელად რომ ავარჯიშებს. საუბარი მაქვს თავგანწირვაზე, ახლობლის გამო და ახლობლისთვის. ბევრჯერ შეგხვდებოდათ ქალი ასეთი ფრაზით, რომ ჯერ კარიერა და აი 30-ს რომ გადავაცილებ, მერე უკვე ოჯახი და ბავშვებიო. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა რაღაც მეორეხარისხოვანია მისთვის.
რამაც მის ცხოვრებისეულ და კარიერულ წინსვლაში შეიძლება ხელი შეუშალოს. სიყვარული და ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობა არის რაღაცის შეწირვის, გაცემის სურვილი და არა მიღების. მაგრამ თანამედროვე რეალობაში ურთიერთობა სრული უმრავლესობისთვის სიამოვნების მიღების ერთ-ერთ ატრაქციონად გადაიქცა. ანუ შეიძლება წახვიდე კინოთეატრში, რომ გაერთო, ან საზღვარგარეთ, ან ღამის კლუბში. ან შეიძლება გაიცნო ვინმე ახალი მამაკაცი. ნუ ან ქალი. აი ამ დონემდეა დაყვანილი დღეს ურთიერთობა. მთელი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ქალი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ თავისი სიამოვნებისთვის ცხოვრობდა, ურთიერთობასაც მასევე უდგება როგორც მორიგრიგით სიამოვნებას. სანამ გრძნობები არის, მანამდე ყველაფერი მაწყობს. მაგრამ როგორც კი ეგ ჰორმონალური ბუსტი მოჯდება, მაგ ატრაქციონიდან ეგრევე გადახტება სხვა ატრაქციონზე. უბრალოდ იმიტომ, რომ ეგ ატრაქციონი მისთვის აღარ არის მომგებიანი და მისი რამეში დადანაშაულებაც არ გამოვა. ის შენს ჯინაზე კი არ აკეთებს რამეს. ის თავიდანვე მასე ცხოვრობდა და მასე აზროვნებდა. როგორი მტკივნეული და ცინიკურიც არ უნდა იყოს, ის უბრალოდ მასეთია. მასე აღზარდეს ის, მასე აღზარდა მან საკუთარი თავი. და მასეც იცხოვრებს ბევრი წლის განმავლობაში. ანუ ამ მომენტში, დღეს და ახლა მას სუბიექტურად არც ერთი მიზეზი არ აქვს იმისთვის, რომ შენთან დარჩეს. და ის, რომ დროთა განმავლობაში ეგ ჰორმონალური ბუსტი აუცილებლად მოჯდება, არის ფაქტი. ეგრე არის მოწყობილი ჩვენი ფიზიოლოგია და ბიოქიმია. მაგ მომენტში ის ყველა თავის ინვესტიციას უკან იღებს და უკვე რაღაც ახლისძიების რეჟიმში გადადის. ეგ ყველაფერი ჰგავს სახალისო სერიალს, სადაც ყოველჯერზე ახალი სერია არის საჭირო. პირველი სერია, შეხვდით ერთმანეთს და ეგ რაღაც ახალია, რაღაც არაპროგნოზირებადია. მეორე სერია, პირველად აკოცეთ ერთმანეთს. შემდეგ სრულფასოვანი ურთიერთობა დაიწყეთ და ეს უკვე საერთოდ ახალი სეზონია. შემდეგ სერიაში პირველად დასასვენებლად წახვედით. შემდეგში უკვე იმაზე ფიქრობთ, თუ რას ახელებს და არ გმევთ შვილებს. და ზუსტად მასევე, მაგ ჰორმონალური გავლენით, თვალსა და ხელს შუა დაქორწინდით. სამწუხაროდ აი ამ პრინციპით იქმნება დღეს ოჯახები. ანუ თქვენ მიდიხართ დისნეილენდში იმისთვის, რომ უბრალოდ ისიამოვნოთ. გარკვეული დროის შემდეგ კი თვალებს, რომ გაახელთ აღმოჩნდებით დამპალეთში. დაახლოებით ასეთი კონტრასტია ქალისთვის, როდესაც მას დღეში 5 ჯერ უწევს ბავშვის ნეხვიანი პამპერსების გამოცვლა. პარალელურად კი თან ღამე გაღვიძება უწევს, რომ ბავშვს აჭამოს. სახლი უნდა მოაწესრიგოს, საჭმელი უნდა გაამზადოს, რომ სამსახურიდან მოსულ ქმარს დაახვედროს. აქ კი უკვე მისი ფსიქიკა ისტუკება. და როდესაც ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალს უყვარდეს სრუნვა, უყვარდეს შრომის მოყვარება და უნდა შეეძლოს თავგანწირვაო. აქ ის კი არ იგულისხმება, რომ შენ უძლური ხარ და შენით არ შეგიძლია მაგ ყველაფრის კეთება. ის იგულისხმება, რომ ეგ ყველაფერი არის ის, რაც ახდენს მისი პიროვნების სწორი მიმართულებით ფორმირებას. ეგ ყველაფერი აყალიბებს ქალში სწორ დისციპლინას და აძლევს მას რეალური სიყვარულის შესაძლებლობას. და როდესაც შენ ხვდება ქალი, რომელიც ამბობს, რომ კულინარია არ არის ჩემი, ვიმუშავებ და საჭმელს შევუკვეთავო. ან თუნდაც ბავშვისთვის ძიძას ავიყვანო. აქ პრობლემა არც საჭმლის გამოძახებაში და არც ძიძაშია. და მით უმეტეს არც იმაშია, რომ მას რაღაც მოსწონს ან რაღაც არ მოსწონს. პრობლემა იმაშია, რომ სინამდვილეში მას შენთვის არც არაფრის მოცემა არ შეუძლია. ამიტომ წინასწარ იყავი მზად, რომ როგორც კი გრძნობები კლებას დაიწყებს და ეგ ადრე თუ გვიან მოხდება, მაგ დროს მას არც ერთი მიზეზი არ ექნება იმისთვის, რომ შენთან დარჩეს. მას არც შინაგანი რეზერვი აქვს და არც სწორი წყობა, რომ თუნდაც შეეცადოს ოჯახის შენარჩუნება. ის აუცილებლად წავა და ეგ მისთვის არ იქნება არაფერი დიდი ტრაგედია. ეგ შენთვის იქნება. მასეთია მისი ცხოვრების პრინციპი. ის მასე ცხოვრობდა და მასევე იცხოვრებს. შემდეგ ახალ ურთიერთობას დაიწყებს და პლუს-მინუს მაგავე სცენარით განვითარდება ეგ ახალი სერიალიც. მოკლედ, გადავიდეთ მეორე მარკერზე. მეორე არის ურთიერთობის დასაწყისში ქალის ემოციების ინტენსიურობა. ახლა რასაც ვიტყვი, ეს არის ფაქტი, რომელიც 100% შემთხვევაში მასე მუშაობს. ამიტომ ყურები ფართოდ გავშალოთ და ყურადღებით მოვისმინოთ. თუ ურთიერთობის დასაწყისში, პირველ რამდენიმე კვირის ან თვის მანძილზე, ქალი ძალიან დიდი ინტენსიურობით გამოხატავს მის შენდამი ემოციებს. როდესაც მას სულ ენატრები, როდესაც ის უშენოდ ფიზიკურად ცუდად გრძნობს თავს. როდესაც ის ყოველწამიერად რაღაცებს გწერს. როდესაც ის მზად არის, რომ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გამოვიდეს, ოღონდაც შენ გნახოს. თითქოს და ეგ ყველაფერი უნდა გვახარებდეს. და რიგით მამაკაცებს, ამ საკითხში ჩაუხედავ და გამოუცდელ მამაკაცებს უხარიათ კიდევაც. თუ მასე ძალიან ვუყვარვარ, ესე იგი ეგ სამუდამოა. იმიტომ რომ მაგ ხელა და მასეთი გრძნობებიდან გულგრილობამდე ძალიან შორია. მაგრამ ეგ სრულიად მცდარი და ილუზორული წარმოდგენაა. რადგან მისი ეგ ემოციები არასტაბილურია.
ზუსტადაც მასეთ ადამიანს ძალიან მარტივად შეუძლია საკუთარი თავის შეყვარებულობის რეჟიმიდან გულგრილობის რეჟიმზე გადართვა. მაგრამ როგორც ჩანს, შენ ეგ ჯერ არ გამოგიცდია და ამის არ გჯერა. თუმცა არ ინერვიულო, ყველაფერი წინ გაქვს. სანერვიულოც წინ გაქვს. ერთხელ რომ გამოცდი საკუთარ თავზე, შემდეგ უკეთ მიხვდები, რაზეც ვსაუბრობ. ყველა კარგ მყარ და ოჯახურ ურთიერთობაში ქალი არის ძალიან ზომიერი და დალაგებული. მაგ ხელა ემოციური ამპლიტუდა არც ერთ მათგანში არ არის. ამიტომ იმას კი არ უნდა მიაქციო თუ რამდენად უნდიხარ ქალს. არამედ უნდა შეგეძლოს მისი გრძნობების ხარისხის სწორად შეფასება და პროგნოზი. მესამე პუნქტი არის ექსკლუზიურობა. ადრე, წარსულში, ქალისთვის პირველი მამაკაცი უნდა ყოფილიყო ბოლოც. შეიძლება ყოველთვის ეს ასე არ ხდებოდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მასე იყო. თანამედროვე რეალობაში ყველაფერი პირიქით არის. ძალიან ბევრი სოციალური გამოკითხვა და კვლევა შევისწავლე, სადაც ქალები ამბობენ, რომ რამდენჯერმე დაქორწინება არც არაფერ პრობლემას არ წარმოადგენს. არ გამოვა ერთი, გამოვა მეორე, არ გამოვა მეორე, გამოვა მესამე. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. და მათ შორის პატარა გოგონებიც მასე ფიქრობენ. ანუ ჯერ ურთიერთობა არ ჰქონიათ, მაგრამ თვლიან, რომ რამე არც არაფერი პრობლემა არ არის მაგაში. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ადამიანი მასეთი არ იბადება, არამედ ხდება. და რატომ შეიცვალა ასე რადიკალურად რეალობა? რატომ ვეღარ ხედავს სუსტი სქესის წარმომადგენელთა სრული უმრავლესობა მაგ საკითხში ტრაგედიას? და აი აქ ისევ იმ საკითხს უბრუნდებით, რომ ეგ არის მათი ცხოვრების წესი. იმიტომ ვერ ხედავენ ტრაგედიას, რომ უკვე ჰქონდათ ურთიერთობა. და ჰქონდათ არაერთი. და აქ საკვანძო აზრი იმაშიც კი არ არის, თუ რამდენ მამაკაცთან მოასწრეს დაწოლა. დამიჯერეთ, ეგ მეორე ხარისხოვანია. აქ საკვანძო ის არის, რომ არსებობს კრიტიკული წერტილი, უკანდაუბრუნებლობის წერტილი. წითელი ხაზი, რომელსაც რომ გადალახავს ქალი, ის უკვე კარგავს თავისუფალებას და ხდება სრულიად ემოციებზე დამოკიდებული ბიორობოტი, რომელსაც თავისუფალინების ილუზია აქვს. და ეგ კრიტიკული წერტილი არის შემდეგი: ერთხელ მაინც თუ უბრალოდ და მხოლოდ სიამოვნების გამო დაუწვევა მამაკაცს. თუ ეგ ერთხელ მაინც მოხდა და შენ გაიგე მაგის შესახებ. და როგორც წესი ქალი ამბობს ხოლმე, რომ აი შემთხვევით მოხდაო. იცოდე, რომ არაფერი შემთხვევითობა მანდა არ არის. ეგ არის მიზანმიმართული მოქმედება პირადი სიამოვნების გამო და პირადი სიამოვნებისთვის. მაქედან კი უკან მობრუნება ქალისთვის ფაქტიურად შეუძლებელია. ზუსტად ამ მიზეზით ქალი უკვე ავტომატურად და პირდაპირ სიამოვნებას ეძებს მამაკაცთან ნებისმიერი სახის ურთიერთობაში. ხოლო ოჯახურ ურთიერთობაში კი მას ელოდება სერიოზული იმედგაცრუება. მეოთხე პუნქტი არის აგრესია. სამწუხაროდ სრული უმრავლესობისთვის ქალის მხრიდან აგრესიულობა უკვე ნორმად ითვლება. რომ თითქოს და ყველა ადამიანია, ყველა ემოციურია, ყველა შეიძლება გაბრაზდეს და გაბრაზებულზე არაადეკვატურობები აკეთოს. მათ შორის იგინოს, ილანძღოს და თუნდაც ფიზიკურადაც გამოიჭიოს. და თითქოს და ეგ ყველაფერი ნორმალური მოვლენაა თანამედროვე უბუნური ადამიანის გადმოსახედიდან. ამ საკითხში ქალები მკაცრად იყოფიან ორ კატეგორიად. ერთ კატეგორიაში შედიან ის ქალები, რომლებსაც შეუძლიათ აგრესიის გამოვლენა და აუცილებლად იზამენ მაგას. ხოლო მეორეში შედიან ისინი, ვისაც ეგ ყველაფერი უბრალოდ არ შეუძლიათ. აქ მინდა ისიც დავამატო, რომ არ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც აი ასე უცებ რაღაც გმირულს ჩადიან. ეგ მხოლოდ ფილმებში ხდება, რომ ვიღაც ცხოვრებისეულად ბოროტი, უცებ კეთილი გმირი ხდება. რეალობაში ეგ მასე არ ხდება. რეალობაში გმირობაც და ბოროტებაც არის ცხოვრების წესის შედეგი. იმიტომ რომ როდესაც ვიღაც რაღაცას ჩადის და თუ შემდეგ უფიქრდება რა გავაკეთეო, ხვდება რომ იმ მომენტში ის სხვანაირად ვერც მოიქცეოდა. ზუსტად იგივე ეხება ქალს, რომელმაც აი კონკრეტულად შენ მიგატოვა. და ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძირითადად უკვე თავზე რომ ჩამოგენგრევათ ის ილუზორული ცათამბჯენი, რომელსაც თქვენს ფანტაზიებში აშენებდით, შემდეგ ინტერესდებით ჩემი კონტენტით და არა მანამდე. არ არის საჭირო არანაირი ნეგატიური ემოციების განცდა მაგ ქალის მიმართ. მას სხვანაირად მოქცევა არც შეეძლო. მასში არიდო სხვა წყობა, რომელიც აიძულებდა მას სხვანაირ მოქცევას. უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა. აი ასე მარტივად დგას საკითხი. და ძალიან მნიშვნელოვანია ამის სწორად გააზრება, რომ მას მართლა აღარ ჰქონდა სხვა გზა. მას მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე უბრალოდ არ აქვს თავისუფალინება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცი მენტალურად მოემზადოს ოჯახური ურთიერთობისთვის. ეგ კი იწყება რომანტიზაციისა და დრამატიზაციის შენი თავის ქალიდან მოშორებით. უნდა მოწყვიტო და მოისროლო. თუ მაგას არ იზამ, შენ აუცილებლად თავს მოიტყუებ, ყოველთვის აირჩევ პრობლემურ ქალს, ყოველჯერზე დაშორდებით, ოჯახები დაინგრევა, ბავშვები განიცდიან, ყველა განიცდის და ნუ მოკლედ ასე და ასე შემდეგ. მაგრამ მარტო ამ ყველაფერში არ არის საქმე. არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ მამაკაცი, რომელიც რომანტიზირებს და დასტევს ქალს, არის ძალიან კეთილი.
მაგრამ ეგ ტყუილია. მას უბრალოდ სხვა მოქმედების ვარიაცია არ აქვს ჩაწერილი მის ბიოლოგიურ პროგრამაში. და ეგეც მისი ცხოვრების წესის შედეგია. ეგ არის ის მდგომარეობა, როდესაც მამაკაც უნდა რომ იყოს ქალზე მიჯაჭვული და მაგ დროს ის მაგ ემოციების მიღების სურვილით ყველაფერზე არის წამსვლელი. ანუ უბრალოდ დოზის მიღება უნდა, დიდი კაიფის მიღების იმედით აკეთებს მაგ ყველაფერს. სად არის აქ სიკეთე? არ არის აქ არაფერი სიკეთე. მაგრამ არსებობენ კიდევ ისეთი მამაკაცებიც, რომლებიც სადღაც შუაში არიან გაჭედილნი. და ზუსტადაც თქვენ მოგმართავთ. თქვენ გაქვთ იმის პოტენციალი, რომ გადატვირთოთ და დააპგრეიდოთ თქვენი ბიოლოგიური პროგრამა სწორი მიმართულებით. და აქ მხოლოდ ჩემი სიტყვები არ გიშველით. სწორი პრაქტიკა არის საჭირო და მხოლოდ პრაქტიკის მეშვეობით ხდება მაგ სისტემის განახლება და სწორი უნარჩვევების ფორმირება. მხოლოდ ამის შემდეგ გეძლევა საშუალება დაინახო ის, რაც ცხვირწინ გედო და ვერ ხედავდი, ბრმა იყავი. ხოლო როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცის გაცემაზე, რა თქმა უნდა ეგ საჭიროა. ოღონდ იქეთ კი არა, საითკენაც შენი ქვედა პატარა მეგობარი მოგცემს მიმართულებას. არამედ იქეთკენ, ვინც მაგას რეალურად იმსახურებს. და ეგ ხალხი, ვინც შენგან სიკეთეს იმსახურებს, უმეტეს შემთხვევაში შენთვის უხილავია. ანუ ცხვირწინ გიდევს, მაგრამ შენ მათ ვერ ამჩნევ, ისინი ყურადღებას არ იქცევენ. ან უბრალოდ გავიწყდებიან. აქ კი უკვე ზოგჯერ საკუთარი თავისთვის დაძალებაც კი არის საჭირო. სწორისა და არასწორის ძიება და კეთება. და ეს ყველაფერი შენი ცხოვრების წესად უნდა აქციო, რომ გაგეხსნას შესაძლებლობებიც და გაახილო დაბინდული თვალებიც. იმედი მაქვს, რომ სასარგებლო იყო ეს ვიდეო ლექცია და ერთი რაღაცის მაინც უკეთესობისკენ დაკორექტირებაში დაგეხმარება. მოიწონე ვიდეო, რომ რაც შეიძლება მეტად გავრცელდეს და დაწერე კომენტარის სახით თუ რა საკითხზე ისურვებდი შემდეგს. მე კი მომავალ ჩვენს შეხვედრამდე დაგემშვიდობები.